განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს სახელმწიფო ბრალდება იმ ადამიანის მამისგან განსხვავებით, რომელიც დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა დაადასტურეს ის, რომ ქვა, რომელიც სავარაუდოდ გიგავალიაც ჩაარტყეს, რის შემდეგაც მან სასიკვდილო დაზიანებები მიიღო, მისი შვილისა და სხვა ბრალდებულების დნმ-ის ანალიზი არ იყო და შესაბამისად დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის მამა ამტკიცებდა იმას, რომ ეს იყო მთავარი მტკიცებულება, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობას დაამტკიცებდა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ძირითად შემთხვევაში დაზარალებული პირები აფილირებდნენ იმაზე, რომ სწორედ ამ ქვის ჩარტყმის შედეგად მიიღო მასწავლებელმა ისეთი დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა, რის შემდეგაც რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდგომ ის კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ დღეს ექსპერტს ეს არ უთქვამს, ექსპერტმა თქვა, რომ რამდენიმე ადამიანის დნმ-ის კვალი არის ამ ქვაზე და შესაძლოა, რომ რომელიმე მსჯავრდებული, უпростоრედ ბრალდებული იყოს ერთ-ერთი, რომლის დნმ-იც არის ახლა ამ ქვაზე, შესაბამისად სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ის ვერსია რა ვერსიაზეც არასრულწლოვნის მამა საუბრობს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ექსპერტებმა და არა მხოლოდ ერთმა ექსპერტმა, რამდენიმე ექსპერტმა დაადასტურა ის, რომ პირები, რომლებიც გიგა ავალიანის ცემაში იღებდნენ მონაწილეობას, ისინი იმ მომენტში, როდესაც ამ დანაშაულს ჩადიოდნენ, სრულად შერაცხადები იყვნენ და შესაბამისად დღეს ექსპერტმა ვერ დაადასტურა ისიც, რომ შეურაცხადები იყვნენ, როდესაც ისინი ამ დანაშაულს ჩადიოდნენ. დაიკითხა 5 ექსპერტი სხვადასხვა ტიპის, 5-ვემ დაამტკიცა, რომ ტანსაცმელზე ან რამეზე ბავშვების ტანსაცმელზე არ ამოსულა არანაირი დნმ, სხვა გარდა პირადი დნმ-ისა, გიგავალინეს დნმ არ ამოსულა და დაამტკიცეს ის, რომ ქვაზე, რომელზეც ყველა ამდენ საუბრობდა, ქვაზე არანაირი დნმ არ ამოსულა. ქვა ჯერ ესეთი არავის ხელში არ ჭერია, რაც თავარია და არავის თავში არ მოხვედრია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა სამხარაულის ექსპერტის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, მათ შორის დაიკითხა ფსიქიატრიული ექსპერტი, ფსიქოლოგი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ერთ შემთხვევაში არანაირი ფსიქიკური ნაკლი არც ერთ ბრალდებულს არ გააჩნია და ფსიქოლოგიურ თავისებურებაც არ არის იმგვარი, რომ მათ რაიმე აფექტის მდგომარეობა დადგინეს. და მეორე, ქვიდან კატეგორიულად არ უთქვია ექსპერტს, რომ არ არის ამოღებული დნმ. მან განმარტო, რომ არაინფორმატიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 3-ზე მეტ ადამიანს შეიძლება ქვა ეჭიროს ხელში, ან არსებობდეს იმდენი ოდენობა ბიოლოგიური მასალის, რომ ვერ ჩატარდეს კვლევა. გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე არასრულწლოვანი არის დაკავებული, თუმცა როგორც სახელმწიფო ბრალდება ამბობს, ამ საქმეზე აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და არ გამორიცხავს სახელმწიფო ბრალდება იმას, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის გარშემო.